გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. რაც ეს ვთვალიერებდი ახლა. ყველაზე ისტორიული დიდი მნიშვნელობის ფოტოები ისტორიაში და იმდენად საინტერესო რაღაცები იყო, მინდოდა ბარემ თქვენთვისაც გამეზიარებინა და ვიდეოს სახით გადავიღებ მაგ დათვალიერებას. სანამ ამ სუპერ საინტერესო ისტორიულ ფოტოებს გავჩვენებთ, მანამდე გეტყვით, რომ წინა ვიდეოში გითხარით, რომ თუ ჩემს ჯგუფში გამოგზავნიდით მიმებია 60+2-ში სასაცილო მიმებს, უკვე შემდეგ ვიდეოს დავარეკორდებ თქვენს გამოგზავნილ მიმებზე რეაქციას და ვის გამოგზავნილ მიმებზეც გამეცინება ყველას 50 ლარი ჩაირიცხება. ყველა გამოგზავნეთ აბა ამ ჯგუფში მიმები და ვნახოთ თუ გამაცინებთ, უკვე ბევრი გამოგზავნა სხვათა შორის. ასევე ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ. რადგან ერთით მეტი კეთილის აქციელი გექნებათ დღეს, რასაც ჩაიდით. შინაგანად ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, მაგრამ რაღაცნაირად სახეზე არ მეტყობა. შეიძლება იმის ბრალია, რომ დილით ადრე გავიხვიძე. სხვათა შორის სოფლიო ისტორიაში ცნობილ ფოტოებს რომ ათვალიერებდი, რთული შემხვდა. აი ეს ფოტო, სადაც ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშოვი 1973 წელს საქართველოში ასე მიირთმევენ ყანწით ღვინოს. ამ შეხვედრაზე ბევრი მითები არსებობს და საქართველოს რომ გავაძღი ასეთ ფოტოებში პირველივეზე, ძალიან საინტერესოა. ეს დიდი სამეულის ფოტო 1953 წლის. ალინი, რუზველტი და ჩერჩილი. ამ შეხვედრაზეც უამრავი მითია. თქვენ იცით მეგობრებო, რომელია შუალათითი? აი გამოიცნო რომელია შუალათითი. ეს საიდან ვისწავლე? შუალათითი გამოიცანეთ. ალინი, რუზველტი და ჩერჩილი. ამე მოუთხეს ამ მასონებმა. ოღონდ გამოიცანეთ აბა რომელია შუალათითიო. ერთმა უთხრა, აი ეს არისო. არაო სტალინმა უთხრა მეორე მოთხრა ეს არისო. არა, აბა რომელია? აი შუალათითიო. აღარ ხდება. ეს არის ნიუ-ჯერსი 1951 წელი. და ალბათ თუ მიხვდებით რა ხდება ამ ფოტოზე. ბატონი წამყვანი გეკითხებათ, გამოიცნოთ რა ხდება ამ ფოტოზე, თქვენ გაქვთ 10 წამი. ამ ფოტოზე ეს ქალბატონები სახეზე არიან დაფარულები და ფეხებზე აკვირდებიან ექსპერტები, რადგან ეს არის ლამაზი ფეხების ტურნირი. და მხოლოდ ფეხებზე დაკვირვებით უნდა მიიღონ საჯიმა გადაწყვეტილება, რომელი ფეხებია ყველაზე ლამაზი. სახეზე კი ტომა არ აქვს ჩამოფარებული. ეს არის ალბათ ფოტოებში ყველაზე ისეთი ფოტო, ყველაზე მეტ ადამიანმა რო ნახა. ეს მშენებლები 69 სართულზე ეს ხედან, შესვენება აქვს სიგარეტს ეწევიან და ლანჩს მიირთმევენ. ვიცი რომ ბევრს გაქვთ ლანჩი სამსახურებში, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც იყო ამის წინააღმდეგ ყოველთვის. აი ეს სექტა მეტროში რო არიან ლანჩის ჩანთებით, რა ცალკე ჩანთა უჭირავთ, სადაც ლანჩი უდევთ და I could never. მოდი ხალხო, თქვენ იარეთ, მე არ გჯაჯავთ. საინტერესოა. ეს ფოტოგრაფი. ნახეთ როგორ ტუფლებით არის ამ დროს. 1932 წელია. ეს ფოტო ალბათ ყველას გინახავთ, აინშტაინი რომ ეჭყანება ფოტოგრაფს. 1951 წელს არის გადაღებული და ერთ-ერთი ყველაზე იკონური ფოტო გახდა კაცობრიობის ისტორიაში. სხვათა შორის აინშტაინზე გამახსენდა, ადრე გირჩიეთ მე მგონი, მაგრამ კიდე გირჩევთ. ნახევრად მხატვრული, ნახევრად დოკუმენტური სერიალი არსებობს გენიოსია, სადაც ერთი სეზონი არის აინშტაინზე. ძალიან მაგარი მიმდინარეობაა და ეს სხვადასხვა სეზონი არის სხვადასხვა გენიოს ადამიანზე და ყველა მაგარია და ერთი სეზონი აინშტაინზეა თავიდან ბოლომდე და აუცილებლად ნახეთ როგორც პროდუქტი ძალიან მაგარია და ისე მომეც და თვითონ აინშტაინზეც ძალიან ბევრ ამას გაიგებთ. როგორი ტიპი იყო და ასე შემდეგ. აინშტაინზე და სერიალზე გამახსენდა. ამ ბოლო ერთ კვირაში ნახე ორი უგენიალურესი სერიალი. ერთი არის ეს სერიალი, პლურიბუს. და შინ არის რომ გითხრათ ახლა ამ სერიალზე სპოილერი გამომივა, მაგრამ ეს სერიალი გადაღებულია იმ ადამიანის მიერ, ვინც Breaking Bad-ი და Jobs და Oracle Souls გადაიღო. თვითონ გადაღება არის მსგავსი თემატიკით, როგორც ეგორი სერიალი, და ვისაც ეგორი სერიალი გევასებათ. ისედაც უნდა ნახოთ, მაგრამ ამ სერიალში არის ისეთი გენიალური სცენარი, პირველ სერიალს როგორც კი უყურე, ეგრევე ჩემი სერიალების ტოპში მოიქცა. და თვითონ სიუჟეტი იმდენად გენიალურია, რომ თქვენ როგორც კი უყურებთ, აუცილებლად ერთს იფიქრებთ თავარი პერსონაჟის ადგილზე, თქვენ როგორ მოიქცეოდით და ამას მეგობრებშიც განიხილავთ. წარმოვიდგინეთ, მაგდენად გენიალური სცენარია, რომ პირველივე სერია საკმარისია იმისთვის, რომ მაგაზე ძალიან ბევრი იფიქროთ თქვენ მეგობრებთან ერთად და პლუს Breaking Bad-ის გადაღების ესთეტიკა. და კიდევ უყურე გუშინ Dexter-ის ახალ სეზონს, ტყვეთით აღდგომა. ჯერ Dexter იყო ისე 9 სეზონი იყო მგონი, 2006-დან გამოვიდა. შემდეგ გამოვიდა ერთ სეზონი გაგრძელება, შემდეგ გამოვიდა Dexter-ი ბავშვობაში და ახლა კიდე გამოვიდა ეს სეზონი ცალკე, რომელიც გაგრძელებაა Dexter-ის ყველაფრის. ზოგადად როცა რაღაცაზე ამდენ სეზონს იღებენ, ძირითადად ხო ფუჭდება და შემდეგები მხოლოდ იმისთვის არის, რომ ბევრი ფული აწერინონ და არც ისე კარგია ხოლმე. და ეს არის საერთოდ სხვა შემთხვევა. Dexter-ი ისედაც ძალიან მაგარი იყო სულ და უამრავი ადამიანის საყვარელი სერიალია და მათ შორის ჩემი. თუმცა ეს ბოლო სეზონი იყო ალბათ საუკეთესო. ამიტომ ეს ორი სერიალის რეკომენდაცია ჩემგან. თუ Dexter-ის საერთოდ არ გინახავთ, მაშინ გაგიმართლეთ. ჩემი არქის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.
ეს ფოტო არის 1922 წლის, სადაც პოლიციელი ქალბატონებს უზომავს კავის სიგრძეს. სადაც კანონით გათვალისწინებული იყო, რამდენად მოკლე კავის ჩაცმა შეიძლებოდა საცურაო კოსტუმად, ასე ვთქვათ. და თუ ძალიან მოკლე აღმოჩნდება, ეს კავა ალბათ დააჯარიმებენ ქალბატონებს. ამის შემდეგ 100 წელი გავიდა, მეგობრებო, ახლა როგორ გაიზომება არ ვიცი. ეს არის 1927 წლის Tour de France-ის ფოტო. ადარა მაინც ბლოუს გეტყვით, აქვე არ გეცოდინებათ დიდი ალბათობით. Tour de France, ველოსიპედების მსოფლიო ჩემპიონატი, არის მსოფლიოში ყველაზე ყურებადი ჩემპიონატი საერთოდ. გადავამოწმე ახლა ეს ინფორმაცია და მეორეზე ყოფილა. ზოგ წყაროებში პირველზეც მინახავს ადრე და მეორეზე იყო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. გონი, ეხლა ბოლოს რო არგენტინამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგის შემდეგ გადაასწრო Tour de France ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. მეორეზე რო არის ველოსიპედების მსოფლიო ჩემპიონატი, ეგეც სპორტში თუ ვერ ერკვევით, ალბათ ვერ წარმოგიდგენთ მაგას. შეიძლება სპორტში ერკვევით და მაინც ვერ წარმოგიდგენთ. მაგრამ აქ რა არის ახლა საინტერესო ნახეთ? მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ივენტზე სპორტსმენები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაგალითები უნდა იყვნენ, სიგარეტს ეწევიან და ერთმანეთს უკიდებენ. რომ ამ პერიოდში სიგარეტის ისეთი გიჟური მარკეტინგები მიდიოდა ხოლმე, რომ დღესაც რომ აკრძალულია სულ სიგარეტის რეკლამა, მაგრამ მაინც უამრავი ადამიანი ეწევა, იმ გასული საუკუნიდან მოდის. მაგალითად, ორსული ხალები ეწეოდნენ რეკლამაში, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა. ფილმებში მხოლოდ ისეთ პერსონაჟებს ჰქონდათ სიგარეტი, რომელიც გინდოდა შენ ყოფილიყავი. ექიმები ეწეოდნენ სულ სიგარეტს და ამბობდნენ, რომ ფილტვებისთვის კარგია რეკლამებში. ასევე თვითმფრინავში ეწეოდნენ სიგარეტს. მანქანის ბრენდები იმაში ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო კარგი საფრთხე ექნებოდა და კომფორტული. და ეს ფოტოც ერთ-ერთი მაგ ყველაფრის გამოხატულებაა. ეს ფოტო რატო შემხსა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს არის უნგრეთში მაციურის რეკლამა 1969 წელს. რატო ახლა აქ? მაციურის რეკლამა, რანარი მაციუარია, ხახვიდებს მარტო და ორი ბოთლი და ერთი ნახევარ ცარიელია. ეს არის 1926 წლის ფოტო. სადაც Peugeot-ს ავტომობილია ნავ მანქანა. მე-20 საუკუნის დასაწყისში უამრავი ინჟინერული რაღაც არსებობდა, სადაც ეგონათ რომ მანქანები ისეთი უნდა შექმნილიყო და ისე უნდა განვითარებულიყო მანქანები, რომლებიც ამფიბიები იქნებოდა ძირითადად. თუ არსებობს ამფიბია მანქანა, რატო იყიდეს ჩვენ შუალევრე მანქანას? ესეთი გაცვლა ჰქონდათ. ამიტომ უამრავი პროტოტიპი და უამრავი მოდელი შექმნილა ამფიბია მანქანის, რომელიც თან ცურავს და თან ხმალეთზე დადის. ესეც ერთ-ერთი მათგანია. და არა მარტო მანქანები, ეს ნახეთ რა არის. ამფიბია ველოსიპედი. 1932 წლის ფოტო. ეს დადის შუალევრად ხმალეთზე და ესენი ალბათ წყალში ბალანსისთვის ჭირდება, რომ არ გადაყირავდეს. ამფიბია ველოსიპედი რაღაც მოაფიქრებინათ. როგორი ჩაციკლულები იყვნენ ამფიბიობაზე. თუმცა როგორც ჩანს არ იმუშავა. ეს ნახეთ კიდე, ეს ფოტო არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ძველ რომში როგორ აგებდნენ გზას, რამდენ ფენას აკეთებენ. ოთხში რომ ცხოვრობდი, ერთხელ დავითვალე, რამდენჯერ დააგეს გზა წელიწადში და 4ჯერ დააგეს. წელიწადში ასფალტის გზა დააგეს 4ჯერ. ტროტუარი მაინც არ დააგეს. და ეს რომაელებმა რო გააკეთეს მაშინ, ახლაც არის. აი რომაელებს კიდე ნახეთ რა სიგიჟე რაღაცა. ასეთი აუზის გათბობა ჰქონდათ. ასე იყო აუზი, ქვემოთ იყო ესეთი ფილები, რომელშიც სიცარიელე იყო და აქედან ღუმელს ანთებდნენ და აქ სითბო შედიოდა. აქ რო სითბო დგებოდა, ეს ათბობდა ამას, ხალით თბებოდა. ნანგრევებში ასე გამოიყურება. ძველი რომის გათბობის სისტემა, აუზის გათბობის. ეს ფოტო გადაღებულია ბრიტანეთში 1980 წელს, მანქანების გამოფენაზე თუ ფესტივალზე. ეს არის ლადა. აი ესეთი რაღაცა სექსუალური გოგოები, ხო ყველა მანქანას უხდება. მაგრამ ლადას არ უხდება. ეს არის დედამიწის ისტორიაში პირველი გადაღებული სელფი, რომელიც 1997 წელს არის გადაღებული. სელფი კი არა, მობილურით გადაღებული ფოტო. და 1997 წელს გადავიღეთ პირველად მობილურის ფოტო და ახლა რა მთელი პროდაქშენებია მობილურით. ეს არის კიდე ძალიან საინტერესო რამე, რომ იცოდეთ. ეს ფოტო ითვლება კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ საწყისად. ამის ისტორია ასეთია, ნახეთ, იყო ერთი მილიარდელი, რომელსაც უბრალოდ დაინტერესა ცხენი, როცა მირბის, როცა მიჭენაობს. არის თუ არა მომენტი, როცა 100%-ით ჰაერშია. შენობის დროს. ხო და ამაზე ეთყობა ძალიან ჩაფიქრდა და დაიხირავა ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც რაღაცნაირად მაშინდელი 1878 წლის კამერები დაალაგა, ლიანდაგებზე მე მგონი რაღაცნაირად ეს ააწყო მექანიკურად. ცხენი გააჭენეს და ამან თავის კამერებით 12 ფოტო გადაიღო თანმიმდევრობით. და ეს არის შემთხვევა, როცა ისტორიაში პირველად გადავიღეთ მოძრავი ობიექტი კამერის მსგავსი რაღაცით, უბრალოდ ფოტოაპარატით. ყველა ვიდეო სინამდვილეში ფოტოა. ახლაც მე ვლაპარაკობ, ჩემი კამერა დაყენებულია იმაზე, რომ წამში 30 ფოტოს იღებს. და ამისად ვიდეო იქნება, თორე ეხა, აი, სამხელი ავწიე 30 ფოტო გადაიღო ჩემმა კამერამ. და ამის პირველი ვერსია არის ეს ცხენი. ხო და აქ ახლა იმ ექსპერიმენტზე პასუხი ალბათ მიიღეს, აი ამ ფოტოში მაგალითად ძალიან ჰაერშია ცხენი. მაგრამ ძალიან ცოტა ხანია იქ, მხოლოდ 2 კადრშია. და ისე უბრალოდ ერთ-ერთ დიდარ ადამიანს რომ თავისი ინტერესი გაიდეს და მნიშვნელოვანი რაღაც მივიღეთ. შეიძლება ამ ფოტოს დამსახურებაც არის ახლა მე რომ ვიდეოს ვიღებ. მე მაინც გამოიგონებ და ვინმე მაგრამ.
ეს კაია. ესეც ერთ-ერთი უცნობილესი ფოტოა მთელს ისტორიაში ჩვენ დედამიწის და კაცობრიობის. როცა სტოკჰოლმში 1967 წელს შეიცვალა მოძრაობის წესები. არცხენა მოძრაობის წესებიდან გადავიდნენ მარჯვენაზე და ესე დაივნა მთელი ქალაქი. ერთი სუპერ საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ. თუ საქართველოში აქამდე გინდოდა ბიზნესის რეგისტრაცია ან შეფესი ან ინდივიდუალური. ამისათვის აუცილებელი იყო მაგალითად იუსტიციის სახლში მისვლა. და ახლა გვაქვს ასეთი განახლება ქვეყანაში, რომ საქართველოს ბანკის ფილიალებში შეგიძლიათ მიხვიდეთ და პირდაპირ ბანკის ფილიალიდან დაარეგისტრიროთ ბიზნესი. და ეს შესაძლებელი არა მარტო თბილისში, არამედ და საქართველოში უკვე 18 ფილიალში. და ამისთვის ერთხელ ფიზიკურად მისვლა საჭირო მხოლოდ. ეს არის ვილჰელმ რენტგენის გადაღებული 1895 წლის ფოტო. რაც რენტგენი გადაუღო თავის ხელს. როცა მივდივართ და ძვალზე გვინდა ფოტოების გადაღება, რენტგენი ქვია, იმიტომ რომ რენტგენმა დაიკანონა კი არა, დაიპატენტა. და ეს იყო რევოლუციური მიღწევა მთელი დედამიწის ისტორიაში, რენტგენის გამოგონება. თუმცა, როგორც ჩვენ ვიცით, რენტგენი გამოიგონა ტესლამ. უბრალოდ ტესლა დაკავებული ადამიანი იყო, ბევრი საქმე ჰქონდა და რენტგენმა დაასწრო დაპატენტება. სწორედ ტესლას გამოგონებაა წესით. ეს არის ლონდონი 1930 წელი და თურმე ლონდონში დაახლოებით 100 წლის წინ ასეთი ფანჯრები იყო პოპულარული და ოჯახები აკეთებდნენ ასეთ ფანჯრებს, რადგან ბავშვი ყოფილიყო სუფთა ჰაერზე და თან არ გადავარდინდიყო. ქუჩაში რო დავიხარ და თვითონ ბავშვები რო ესე ზემოდან არის იყურებენ მაგალითად. ეს ხო გინახავთ ფილმებში და ბევრ რაღაცაში არის. რა ქვია მას აღარც მახსოვს. თვითონ ამ საფრენს. მაგრამ ამ კონკრეტულად ქვია ჰინდენბურგი, რომელიც ნიუ-იორკში ესე დაფრინავს ნაცისტური ლოგოებით. შემდეგ ეს ჩამოვარდა 1927 წელს და ჰინდენბურგის კატასტროფის სახელით არის ცნობილი მისი აფეთქება. ერთ-ერთი უცნობილეს ფოტოა, სადაც საბჭოელი ჯარისკაცებს რაიხსტაგზე აქვთ საბჭოეთის დროშა. ეს დროშა ვინც აიტანა, ყველი იყო ერთ-ერთი როგორც მახსოვს. ეს ფოტო არის აღიარებული როგორც საუკეთესო სპორტული ფოტო ჩვენს ისტორიაში. ეს ფოტო ახლა მე ვერ ვიპოვე, მგონი კიდე ისე კარგი ხარისხით, მაგრამ აქ რა ხდება იცით, ალიმ გათიშა სონი ლისტონი 1965 წელია და რომ გათიშა კიდე უყურის რაღაცებს ათრეშტოლკებს. და აქ რა ციფნელია, ხალხი ირგვლივ სიგარას ეწევა და სიგარის ამლიადის, ანალი გათიშულკაც უყურის და თითქოს ამ რაღაცა ყველაფერმა იდეალურად შექმნა მომენტი ამ იდეალური ფოტოს გადასაკვირად. და თითქოს სტუდიურად არის ეს სიგარის ბოლი და რაღაცები. სიმართლე გითხრათ, მე ამ ყველაფერს ვერ ხედავ, რაღაცა გაწვრილებით, თუმცა ფოტოს აღწერაში ასე ეწერა. სელფის ნომერი თუ გაქვთ და 5 ლარს თუ ჩაირიცხავთ ანგარიშზე, თქვენ დაგერიცხავთ ერთი ბილეთი. ბილეთები ნახეთ რაშია საჭირო. ყოველ კვირა თამაშდება 5-ჯერ 5000 ლარი. ასევე 28 დეკემბერს იქნება ფინალური გათამაშება, სადაც 10, 20, 50 და 100,000 ლარები თამაშდება. ამ 5 ლარს თუ ჩაირიცხავთ სელფის აპლიკაციიდან, მაშინ დაგერიცხავთ 2x ბილეთი, ანუ ჩარიცხულ 5 ლარზე 2 ბილეთი. ამ გათამაშებებში მონაწილეობა რომ მიიღოთ, მობილურზე უნდა აკრიბოთ ფიფკი 25 დიეზი. ან სელფის აპლიკაციაში პირდაპირ უნდა დააწვეთ იქ, რომ ჩაერთვებით გათამაშებაში. და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იკონური, მნიშვნელოვანი და საინტერესო ფოტოებს რომ ათვალიერებდი, ვიპოვე ასეთი ფოტო. კაცი ბევრთან ერთად. და აქ რა არის ისიც საინტერესო. მე მოვაჯირზე და რაღაცებზე მივხვდებით. ეს არის 1891 წლის ფოტო და ფოტო გადაღებულია კახეთში. და ეს არის ძალიან საინტერესო. კახელი კაცი ესე ქვევრით 1891 წელს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფოტოებში ითვლება ეს ფოტო. და შეიძლება რომელიმე თქვენგანის დიდი ბაბუა იყოს. აი ხო საერთოდ არაფრიდან საინტერესო ვიდეო გამოვაცხი. მაგარი კუკინგი ვიცი. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი ახი და 200,000-ზე უმალვე უნდა ავიდე, თორე როგორ შეიძლება 200,000-ზე ცოტა გამომწერი მყავდეს.